რას ნიშნავს სიტყვა ვეფხისტყაოსანი? ვეფხისტყაოსში შემოსული. ვინ არის ვეფხისტყაოსში შემოსილი? თავიდან როგორც ნახსენებია, წყლის პირას იჯდა მოყმე, რომელსაც ზურგზე მოსა ვეფხის ტყავი და ეს იყო ტარიელი. როგორი პერსონაჟია ტარიელი? აი შენ რომ დაიწყე კითხვა და მიყევი, რას ფიქრობდი ტარიელზე? ძალიან მოყვარული ადამიანი იყო, ძალიან უყვარდა თავისი სატრფო და ყველაფერს აკეთებდა მისთვის. რა წარმოდგენა გქონდა ვეფხისტყაოსანზე აქამდე? ვეფხისტყაოსანზე ვიცოდი ორი სტროფი, რომელიც მეოთხე კლასში თუ მეხუთე კლასში აღარ მახსოვს, გავიარეთ, რომ ორი მამან უთხრა ეგ საქმე ამას გავსო არა სხვასა, ონი კაცნი მიდიოდნენ სადაუნი სადმე გზასა, უკანა მან წინა ნახა ჩავარდნილი შიგან ჭასაო. ეგ სტროფი ვისწავლეთ სკოლაში და კიდევ მეორე იყო ზედამით გაჩახიოდა ტირსი ზახის ვაგლახვასა. ეგრე უთხრა ამხანაგო იყო მან და მომიცდიდე წაღვართო გთამოსახმელად მწაცო თუმცა ამოგზიდეო და მას ქვეშეცა გაეცინეს გაუკვირდა მეტად კიდე მახსენა სადგელო და სად გაგექცეს საწავიდე ესენი იცოდი დიახ და აი ამ სტროფების მიხედვით რა წარმოდგენა გქონდა ვეფხისტყაოსანზე? იცოდი რაზე იყო, რა ამბავი ხდებოდა შიგნით? შიგნით როგორც ვიცი, სამშობლოს ისტორიაც არის ხოლმე ხშირად ძველ მოთხრობებში, ლექსებში და სხვადასხვანაირ ნაწერებში და ეს მეკონა რომ ძალიან გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ თვითონ ეს ორი სტროფით ძალიან გაჭირვებით ვისწავლე. მე რომ მივყევით და დავიწყეთ საუბარი ვეფხისტყაოსანზე, რა აღმოაჩინე, რა იყო საინტერესო? ძალიან საინტერესო ის იყო, რომ რატო არ წერდნენ მაგალითად ძველ დროში ვინ დაწერა მაგალითად ვეფხისტყაოსანი სტროფში არის ნახსენები, რომ მე რუსთველი ვარო და აქედან ვიგებთ, რომ ეს დაწერა შოთა რუსთაველმა, მაგრამ თავისი ნამდვილი სახელი არ ვიცით ზუსტად. რომელი ადგილი მოგეწონა, რომელი ეპიზოდი მოგეწონა ყველაზე მეტად ვეფხისტყაოსანში? ყველაზე მეტად მომეწონა ტარიელი რო გამოჩნდა წყლის პირას რო იჯდა დაღონებული, იმიტომ რომ მაგ ადგილას არავინ არ იყო, ყოველთვის მხიარულება იყო ხოლმე და არავინ არ იყო ხოლმე მაგ ადგილას სევდიანად და რო დაინახა როსტევანმა მეფემ გაუკვირდა, იმიტომ რომ ყველა ბედნიერად იყო მაგ მოყმის გარდა. ანა, საინტერესოა შენთვის თვითონ ვეფხისტყაოსნის სიუჟეტი? აი ეს ისტორიები საინტერესო აღმოჩნდა? დიახ, ძალიან დამაინტერესა. ყველაზე მეტად კიდევ რა დაგამახსოვრდა გარდა უცხო მოყმისა? რომელი პერსონაჟი მოგეწონა? თინათინი. რით მოგეწონა თინათინი? მაგ დროს ძალიან პირდაპირ ადამიანები იყვნენ და ახლა კიდე ცოტა მორიდებით არიან ქალები. აჰა, ანუ ფიქრობ რომ მაშინ უფრო პირდაპირები იყვნენ ქალები? მხოლოდ ქალები თუ ზოგადად? ზოგადად. აჰა, კიდევ რა განსხვავება დაინახე თანამედროვე ადამიანებსა და შუა საუკუნეების ადამიანებს შორის? კიდე ის დავინახე, რომ გოგო უხსნიდა ბიჭს სიყვარულს და ამ თაობისთვის კიდე უფრო მისაღები ბიჭი რო აუხსნის გოგოს სიყვარულს, ეგ უფრო მისაღებია. სულ ასე არ იქნებოდა შუა საუკუნეებში. რამ გაგაოცა და გაგიკვირდა რომ ეს ასე რანაირად არის? ზოგადად მე სათავგადასავლო წიგნები მიყვარს ხოლმე, ისტორიებზეც მიყვარს ხოლმე და უფრო მაგით დავინტერესდი. ეხლა რომ უცებ შოთა რუსთაველი შემოვიდეს, რა შეეკითხებოდი? რა მოგაფიქრეთ ვეფხისტყაოსნის დაწერა? კიდევ იმას დავუსვამდი, რომ ძალიან მაინტერესებდა რამდენ ხანს მომდა, იმიტომ რომ მე ერთ სტროფს ძალიან დიდ ხანს ვუნდები ხოლმე და ძალიან დიდ ხანს ვფიქრობ. ხო, ჩვენ არ გვისაუბრია იმაზე, რომ ჩვენ ვცადეთ დაგვეწერა ვეფხისტყაოსნის მსგავსი სტროფები 16 მარცვლიანი. შენ რა თემაზე დაწერე შენი ვეფხისტყაოსანი? მე ჩემი იუბილეზე დავწერე. და
ჩემი უბილესზე დავწერე, რომ მზადებოდი წასასვლელად. რთული იყო წერა? ძალიან გამიჭირდა. განსაკუთრებით დაბოლოებებზე, იმიტომ რომ ყველა ისეთ სიტყვას ვერ პოულობდი, რომ ყველა ერთნაირი დაბოლოებით ყოფილიყო და ცოტა ძველი ქართული იმითაც გამიჭირდა, რა ქვია, რიტმით. მაგრამ საბოლოოდ მაინც გამოგვივიდა და საკმაოდ კარგადაც ვიხალისეთ, არა, ამ პროცესით. ვიცი, ბოლოდ არ დამიგვა ამაჩემს აკაზრახულსა, ბრძენი კაცი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა, მე სიტყვასა ერთსა კადრე პლატონისგან სწავლა თქმულსა, სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა მერე სულსა. რაზე გველაპარაკება აქ რუსთაველი? რომ ბრძენი ადამიანი ვერ გასწირავს მოყვარულ კაცს. რას ნიშნავს ვერ გასწირავს? ვერ გაიმეტებს, რომ არ მიიღოს. რა თვისებები მოგეწონა ვეფხისტყაოსნის პერსონაჟებში? მე ის მომეწონა, რომ ძალიან თამამები იყვნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, თავს წირავდნენ, იბრძოდნენ და ასე შემდეგ. დღეს გვაქვს ისეთი სიმამაცე და ვაჟკაცობა, როგორიც მაშინდელ ადამიანებს ჰქონდათ? ამ თაობისთვის არა. როგორ შეიძლება რომ მივბაძოთ რუსთაველის გმირებს? ახლა თითქოს უფრო ხშირად წაკითხვა გვეზარება ხოლმე და სწავლა გვეზარება, მაგ დროს კიდე როგორც ჩვენთვის ახლა ტელეფონია, მაგ დროს წიგნი იყო ხოლმე და ხშირად კითხულობდნენ და უფრო საინტერესო ხდებოდა ხოლმე. ზოგიერთ ადამიანს ლაპარაკიც უჭირს ხოლმე, იმიტომ კითხვა არის ყველაზე საჭირო. მადლობა ანა, ძალიან კარგი რამე გვითხარი.